რა არის ეს ავტოკეფალი? რაშინ არსი ქონდა მას ისტორიულად და დღეს როგორ უყურებთ? იმ ფორმით, რასაც ჩვენ დღეს ავტოკეფალიას უწოდებთ, აი სწორედ მე-18-მე-19 საუკუნეში ფორმირებული არის. მტკიცე მიჯნის გავლებას ცდილობს ქართული ეკლესია კათოლიციზმთან. მართლმადიდებლური ეკლესიის განსაზღვრება არ შეიძლება იყოს კონკრეტული ეთნოსის ქვეტექსტით წარმოდგენილი. ამან შემდეგ წარმოშვა ათეიზმი. ეს ყველაფერი დამოკიდებული იყო პოლიტიკურ პროცესებზე. ძალიან უმადური საქმეა გამოდგება საბოლოო ჯამში რეჟიმთან თანამშრომლობა. მოსკოვის საპატრიარქოს ძალიან გრძელი ხელები და ძლიერი ხელები აქვს. ვერ დაიჯერა გუბერნატორმა, რომ შეიძლებოდა ეს ყოფილიყო ეპისკოპოსი. ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი არის განათლება. ვინც განათლება მიიღეთო, ყველა რევოლუციონერი გახდითო და დაგვჩაო ჩვენო გაუნათლებლებიო. ბოლო 100 წელიწადში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ძალაუფლების გადანაწილება და მართვა-გამგეობის მოდელი სრულად ამოტრიალდა და სრულად შეიცვალა. ბოლო ბასტიონი, რომელიც ეცემა და ბოლშევიკური სისტემის ნაწილი ხდება, არის ეკლესია. აქაც უნდა დაისვას კითხვები, კრიტიკული კითხვები.